ავტოსადგურები და მგზავრად გადამყვანი ოპერატორები ახალი რეგულაციებისთვის ემზადებიან. ავტოსადგურებმა 1 ივნისამდე სერტიფიცირება უნდა მოასწრონ. მძღოლები კი რეგულაციის მიხედვით 1 ივნისიდან 150 კილომეტრზე მეტი მანძილით დაშორებული პუნქტებიდან მგზავრების გადაყვანას მხოლოდ M3 კატეგორიის ტრანსპორტით ავტობუსებით შეძლებენ. პირველ ეტაპზე აღნიშნული რეფორმა შეეხება ქალაქებს თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, ზუგდიდი, თელავი. მძღოლები კი თვლიან, რომ რეფორმის ეს ეტაპი უნდა გადავადდეს. ცვლილებები ეხება ქუთაისის აეროპორტის მიმართულებაზე მომუშავე სატრანსპორტო კომპანიებსაც, რამდენად მზად არის ბაზარი ცვლილებებისთვის. ანუკა ჯოხაძე გვერდება შეფასებებით პირდაპირ ეთერში ანუკას აღამშვიდობის. ბექა, საქალაქთაშორისო მგზავრად გადაყვანებზე მომუშავე მძღოლები იმედოვნებენ, რომ რეგულაცია, რომელიც ძალაში 1 ივნისიდან უნდა შევიდეს და რომელიც შორმანძილებზე მიკროავტობუსებით მგზავრობის გადაყვანას ხვდავს, გადავადება. ამბობენ, რომ მძღოლებს პროცესების გადასალაგებლად დამატებით 1 წელი უნდა მიეცეთ, რადგან არსებული ავტოპარკის ჩანაცვლება მძიმე ფინანსური მდგომარეობის გამო რთულია. მათი თქმით, დაბალი მოთხოვნის გამო ავტობუსების მგზავრებით შევსება მძღოლებისთვის პრობლემა იქნება. ამასთან რეგულაცია შეამცირებს ავტოსატრანსპორტო საშუალებების რაოდენობასაც, შესაბამისად მძღოლების უმეტესობა მათი შეფასებით უმუშევარი დარჩება. არა მოქმედება. თქვენ ვინმე მგითხრათ, რომ არა მოქმედება? არ უთქვია, მაგრამ არაფერი არ შესრულებულა და მანდა მაინც შესრულდება? არ მგონია გერაც არის. ავტობუსები შეიცვლება, დაждდება თითოეული მძღოლმა, დანარჩენმა მძღოლებმა რა ქნა. დიდთანხეთანაა დაკავშირებული ამის შენაცვლება და რა თქმა უნდა განვითარება კარგია, მაგრამ არ არის ახლა მაგდანის შემოსავალი და სფერო იმის რომ შევცვალოთ ყველამ ერთად და ვიყიდოთ 40 და 50000 დოლარიანი მანქნები და რო ვიაროთ. ავტობუსი კი არა, მარშრუტკას ვერ ვავსებთ, რამდენი 5 და 6 კაცი ვარ, აჰა, გასულა აქ უკვე და რამდენი მგზავრი უზის, აი ნახეთ. ერთწლიანი დრო მაინც უნდა მიცეს ხალხს. ერთწლიანი დრო. რომ მოემზადოს, ეგ ხო არა ნასკი იყიდო და ტუფლი იყიდო, ხო? უნდა მოემზადოს, არა ხალხს იმდენი საშუალება, რომ ასე მოკლე ხანში მოემზადოს. კიდევ სესხი, კიდევ ბანკებთან ურთიერთობა, კიდევ ცოტათი ძნელი. მანქანები გვინდა, სადაა მანქანები? მანქანას ფული უნდა. სადაა მაგდენი ფული? საწყა თითო ცარიანია მანქანები. ავტობუსის მგზავრი კი არა, ველოსიპედის მგზავრი არა, ავტობუსს აფერს ეძლევა. 1 ივნისიდან საქართველოს მასშტაბით არსებულმა ავტოსადგურებმა სერტიფიცირება უნდა გაიარონ. საქალაქთაშორისო გადაყვანები კი უკვე არსებული რეგულაციით მხოლოდ ავტოსადგურებიდან უნდა განხორციელდეს. 1 ივნისიდან რეისების შესრულება ავტოსადგურებიდან მოუწევთ, მათ შორის ქუთაისის აეროპორტის მიმართულებაზე მომუშავე სატრანსპორტო კომპანიებსაც, რომლებიც მგზავრების აყვანას ქალაქის ცენტრში არსებული 2 ძირითადი ლოკაციიდან ვეღარ შეძლებენ და ამისთვის შესაბამისი ავტოსადგურის შერჩევა მოუწევთ. კომპანიების ნაწილი რეგულაციას იწონებს, ნაწილი კი ფიქრობს, რომ ქალაქში გადაადგილება საცობების გამო გართულდება, რაც აეროპორტამდე ჩასვლის დროს გაზრდის. როდესაც ჩვენ შემოვდივართ ქუთაისის აეროპორტიდან ჩვენ თავისუფლების მოედნამდე, ან როდესაც თავისუფლების მოედნიდან გვაქვს გასვლა, გარკვეულ პერიოდებში ჩვენ გვჭირდება მინიმუმ 1 საათი, სანამ ქალაქიდან გავართ. და საკმაოდ თუ ქუთაისის აეროპორტამდე ჩასვლაზე გვინდა 3 საათნახევარი 4 საათი, 1 საათი ხშირად კარგავთ უბრალოდ ქალაქში. ანუ მთელი იდეა სადგურებიდან გასვლის არის ეგ და კომფორტი, როგორც სატრანსპორტო კომპანიისთვის არის ის, რომ რეალურად ჩვენ მაქსიმალურად ავწდებით საცობს. თბილისიდან ქალაქის გასასვლელიდან ქუთაისის აეროპორტამდე მგზავრობა დღესდღეობით შეადგენს დაახლოებით 3 საათნახევარს მაქსიმუმი თავისი შესვენებით, მაგრამ რეალური მგზავრობა ალბათ 5 საათამდეც გაიწერება, რადგანაც მოგეხსენებათ ქალაქში დამატებითი მანძილის გავლა კიდევ უფრო გაართულებს ამ პროცესებს და სამწუხაროდ ამის გამოცდილება გვაქვს დღის რეისები, როდესაც სრულდება ოთაჭალის ავტოსადგურიდან ქალაქში არსებული საცობების გამო ავტობუსს ზოგჯერ საათობით უწევს ხომას საცობში და ეს სამწუხაროდ შეიქმნება რაღაც დონეზე გავითვალისწინოთ, რომ ეს ალბათ იმოქმედებს ასევე ფასებზე. სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოში M3 კატეგორიის ტრანსპორტის ავტოპარკის შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ აქვს. რაც შეეხება რეგულაციის ამოქმედების ვადებს, სააგენტოს რეგულაციის შესაძლო გადავადების შესახებ კითხვით დაახლოებით 10 დღის წინ მივმართეთ, თუმცა ამ დრომდე კითხვაზე პასუხს ველოდებით. თუ რამდენიმე თვის წინ გამართული შეხვედრების შემდეგ გაკეთებულ შეფასებებს დავაყრდნობით, სააგენტო რეფორმის ეფექტურად მართვისთვის განიხილავს ყველა შესაძლო ვარიანტს და ალტერნატივას. მადლობა, ეს ანუკა ჯოხაძე იყო.